ნიკა მელია დააპატიმრეს მოსამართლემ გირაო პატიმრობით შეუცვალა და 1 წლით ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ციხეში გაუშვა. ირაკლი ოქრუაშვილი, ზურა ჯაფარიძის შემდეგ კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი, რომელიც არ მივიდა რუსულ კომისიაზე, არ მივიდა წულუკიანის კომისიაზე, არ მივიდა ღალატის კომისიაზე და ამის გამო 1 წლით არაფრის გამო ციხეში გაუშვეს. ამასთანავე არალეგიტიმური პარლამენტის წევრმა მარიამ ლაშხმა საჩივრით მიმართა პოლიციას და პოლიციამ სასამართლოს და 19 წლის გოგო გაუშვა ციხეში. რატომ? რომ შეურაცხყოფა მომაყენაო. აი ასეთი ადამიანები არიან დღეს არალეგიტიმურ პარლამენტში მორალისგან დაცლილი, უღირებულებო ხალხი. იდეაში ეს არის კოლექტიური ივანიშვილი, არანაირი მარიამ ლაშხი, მამუკა მდინარაძე, ირაკლი ყობახიძე და ვიღაც გელაძე არ არსებობს, რომელიც ახლა შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნეს. ამათი სახელი არის ბიძინა ივანიშვილი, კოლექტივი და ეს კოლექტივი ანადგურებს ჩვენი ქვეყნის მომავალს. მხოლოდ ერთიანობა, კოორდინაცია და ბრძოლა გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას. ერთმანეთის დაცვა თუ გვინდა, ერთად უნდა დავდგეთ, სხვანაირად ივანიშვილი არა მხოლოდ დაგვამარცხებს, არამედ ამ ქვეყანას გაანადგურებს ბოლომდე. ამიტომ თუ გვინდა გადარჩეს ჩვენი ქვეყანა, მაშინ ერთად უნდა დავდგეთ რუსთაველის გამზირზე.